კვირით ადრე ბირჟის მენეჯმენტმა ტრენინგიც გამართა, სადაც მონაწილეებს გააცნო დღიურ ბაზარზე ვაჭრობის ძირითადი ნორმები, ფასწარმოქმნის და ფასის შეთავაზების პრინციპები, დღიური ბაზრის პლატფორმა, სიმულაციური ვაჭრობისთვის მომზადების ეტაპები. ბირჟაზე ვაჭრობა ჯერ კიდევ 2021 წელს უნდა დაწყებულიყო და მას სრულფასოვნად უნდა დაეწყო მუშაობა, თუმცა 2 წლის შემდეგ ჯერჯერობით სატესტო ვაჭრობა იწყება დღეს და ესეც პრინციპში საკმაოდ დიდი მიღწევა იმის გათვალისწინებით, რომ არაერთხელ გადაიდო ეს თარიღი. სტუმართან ერთად უნდა გავაგრძელოთ თემაზე საუბარი. ირინა მილორავა, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი. მოგესალმებით ირინა, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან სტუმრად, როგორც ყოველთვის ძალიან გვიხარია თქვენი დანახვა. დავიჯეროთ რომ ნამდვილად იწყება ბირჟაზე ვაჭრობა. დიახ. გესმით ჩემი ხმა ქაბოდან ირინა? ხმარ მესმის. აი ახლა მესმის, ახლა მესმის თქვენი ხმა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა რომ ხართ ჩვენთან სტუმრად. უნდა დავიჯეროთ თუ არა რომ მართლაც დადგა ის ნანატრი დღე, როდესაც ენერგობირჟაზე ვაჭრობა იწყება. მოგესალმებით ანა, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ერთ ასე ვთქვათ კორექტირებას გავაკეთებდი. ჩვენ ენერგეტიკული ბირჟა ვაკეთებთ ბაზრის ორი სეგმენტის ოპერირებას. ეს არის დღითადრე ბაზარი და მეორე სეგმენტი არის დღიური ბაზარი. დღითადრე ბაზრის გაშვებისთვის კონცეფციის განსაზღვრული თარიღი არის 31 მარტი და დღიური ბაზრისთვის ეს თარიღი არის 1 ივლისი. ჩვენ დღეიდან დავიწყეთ ბაზრის მეორე სეგმენტის სატესტო რეჟიმში ფუნქციონირება, რაც შეეხება დღითადრე ბაზარს, რომელიც არის ძირითადი ბაზარი. ის უკვე წელიწადზე მეტია სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს, მონაწილეები ყოველდღიურად შემოდიან, განათავსებენ განაცხადებს და ასე შემდეგ. დღიური ბაზარი არის კიდევ უფრო მოკლევადიანი პროდუქტების ბაზარი და ვინაიდან დღითადრე ბაზრის გახსნა გადავადა 4-ჯერ, ამან ჩვენ გაგვიჩინა, ასე ვთქვათ, თავისუფალი სივრცე, რომ გაცილებით ადრე დაგვეწყო დღიურ ბაზარზე მუშაობა, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო იგივე ბაზრის მოდელის კონცეფციით. სწორად აღნიშნეთ, უკვე ჰქონდა ტრენინგები ბაზრის მონაწილეებთან და დღეიდან უკვე ბაზრის მეორე სეგმენტიც ჩაეშვება სატესტო რეჟიმში. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ როდესაც ეს ბაზრები გაეშვება, ორივე ბაზარი ერთად გაეშვას. ეხლა რატო აქვს ამას პრინციპული მნიშვნელობა, განსაკუთრებით დღიური ბაზრის ნაწილში? ზუსტად ეხლა წინა სიუჟეტში საუბარი იყო განახლებადი ენერგიის წყაროებზე, გამდინარე ჰესებზე, გამდინარე წყალზე მომუშავე ჰესებზე, მზის ენერგიაზე, ქარის ენერგიაზე. ესენი არის ყველამ კარგად ვიცით ნაკლებად სტაბილური ენერგია, რომლებიც ძალიან ძნელად ახდენენ თავიანთი გენერაციის პროგნოზირებას. დღიური ბაზარი, რომელიც დღეს ჩაერთო უკვე სატესტო რეჟიმში, გენერაციის ამ ობიექტებს მიეხმარება, რომ თავიანთი უბალანსობა დაიყვანონ მინიმუმამდე, იმიტომ რომ ეს არის ბაზარი, სადაც პრაქტიკულად ფიზიკური მიწოდების საათამდე 1 საათით ადრე შეუძლიათ გენერაციის ობიექტებს გაყიდონ თავიანთი ჭარბი ენერგია. ანალოგიურად მომხმარებლებსაც შეეძლებათ 1 საათით ადრე დაიბალანსონ თავიანთი სავაჭრო პოზიცია და თუ ენერგია ვჭირდებათ მაგალითად მეტი, იყიდონ ენერგია დღიურ ბაზარზე, ან თუ ჭარბი ენერგია აქვს, ასევე გაყიდონ ეს ენერგია დღიურ ბაზარზე. ეხლა რაც შეეხება თქვენ შემდეგ კითხვას თარიღთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ვახსენე, რომ დღიური ბაზრის შემთხვევაში ეს არის 1 ივლისი, მაგრამ დღითადრე ბაზრის შემთხვევაში არის 31 მარტი. ამ თარიღთან დაკავშირებით თქვენ გახსოვთ, რომ შარშან როდესაც გადაიდო 1 სექტემბერს აი ამ ბაზრების გაშვება, რამოდენიმე მნიშვნელოვანი პროცესი უძღოდა წინ. პირველი ეს იყო მარეგულირებელი კომისიის ეგრეთ წოდებული შემაჯამებელი სხდომა, რომელიც გაიმართა აგვისტოს თვეში და რომელმაც შეაფასა არა მარტო ენერგეტიკული ბირჟის, არამედ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ყველა საკვანძო მონაწილის მზადყოფნა ბაზრის გაშვებისთვის და პირველ რიგში ესენი არიან ბაზრის მონაწილეები. ამ სხდომაზე და აი ამ გადაწყვეტილებით გამოიკვეთა რამოდენიმე საკითხი, რომელიც საჭიროებს, ასე ვთქვათ, საჭიროებდა ბოლომდე დასრულებას იმისთვის, რომ მზადყოფნა შეფასებულიყო დამაკმაყოფილებლად. ეს გადაწყვეტილება ეხება ბირჟას, ეხება საბალანსო ბაზრის ოპერატორს, კომერციულ ოპერატორს და რა თქმა უნდა ყველა მონაწილეს. ამ თვის ბოლოს იგეგმება მარეგულირებელ კომისიაში ანალოგიური სხდომა. ამ სხდომის მიზანია ერთი კონკრეტული სავაჭრო სატესტო პერიოდის 6-დან 12 თებერვლის სატესტო ვაჭრობის შედეგების გაანალიზება და აი ამ ასე ვთქვათ სხდომის შემდეგ გამოიკვეთება და დავინახავთ მზადყოფნის ხარისხს და შესაბამისად იქნება უკვე გადაწყვეტილება მიღებული ბაზრის გაშვებასთან დაკავშირებით. თქვენ როგორი მოლოდინი გაქვთ ამჯერად რამდენად მოსაოდნელია რომ კიდევ ერთხელ გადაიდება ამჯერად უკვე მეხუთეთ ამ ყველაფრის ამოქმედება? 1 ივლისი. 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 1 ივლისი
მე ჩემი ასე ვთქვათ კომპეტენციის ფარგლებში შემიძლია გითხრათ, რომ ენერგეტიკული ბირჟა ისე როგორც წინა პერიოდში მზად არის, ეს მზადყოფნა დასტურდება თუნდაც იმით, რომ ჩვენ უკვე ბაზრის მეორე სეგმენტზე ვმუშაობთ, დღიურ ბაზარზე, რომელიც გაცილებით უფრო გვიან უნდა გაეშვას, ამიტომ ჩვენ ნაწილში შემიძლია გითხრათ, რომ მზად ვართ. დიახ, თუმცა აი სწორედ ამ საკითხზეც მინდა ჩავეძიოთ. თქვენ ყოველთვის ამბობთ, რომ თქვენ მზად ხართ და პრინციპში ჩვენც ვიცით იმ მონაცემების წყალობით რაც გვაქვს ჩვენი წყაროებიდან, თუმცა არიან ხელშემშლელი უწყებები, რომლებიც ამ პროცესს აფერხებენ. რამდენად გაქვთ თქვენ ხელთ მექანიზმები იმისთვის, რომ რაღაცნაირად დააჩქაროთ ეს პროცესი, იმიტომ რომ რეალურად თავარი აღმასრულებელი ამ ნაწილში რო ბირჟა უნდა გაეშვას, თქვენ ხართ და ამ დროს არიან უწყებები, რომელიც ხელს გიშლიან. მაგალითად, სახელმწიფო ენერგოსისტემა, ელექტროსისტემა. მე ასე ვერ ვიტყოდი, რომ ხელს გვიშლიან, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ მთავარი უწყება, საბოლოო ჯამში ყველა უწყება, რომელიც ჩამოთვალე ენერგეტიკული ბირჟა, საბალანსო ბაზრის ოპერატორი, სისტემის კომერციული ოპერატორი, თანაბარი, ასე ვთქვათ, უფლებებით სარგებლობენ იმ თვალსაზრისით, რომ ყველას თავთავისი კომპეტენცია აქვს და ყველა თავთავის, ასე ვთქვათ, გასაკეთებელ საქმეს აკეთებს. სახელმწიფო ელექტროსისტემის შემთხვევაში მე არაერთხელ მithქვამს, რომ მათი გამოწვევები გაცილებით უფრო რთულია და მრავალ კომპონენტიანი ვიდრე ბირჟის შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გამზადებული პლატფორმა, რომლის ოპერირებასაც აკეთებს ევროპული ერთ-ერთი საუკეთესო და სანდო ავტორიტეტული კომპანია ნორდპული. თვითონ სახელმწიფო ელექტროსისტემის შემთხვევაში ბაზრის მონიტორინგის, ბაზრის მართვის სისტემა ადგილზე შეიქმნა. ეს არ არის მხოლოდ, ასე ვთქვათ, ერთკომპონენტიანი სისტემა, აქ ჩართულია ასევე აღრიცხვის საკითხები, აქ ჩართულია დისპეჩერების საკითხები. შესაბამისად, ყველაფერი სახელმწიფო ელექტროსისტემის შემთხვევაში მხოლოდ ამ კომპანიაზე არ არის დამოკიდებული, იმიტომ რომ იგივე თუნდაც აღრიცხვის კვანძები არ არის მხოლოდ სახელმწიფო ელექტროსისტემის ვალდებულება. შესაბამისად, ეს პროცესი მიმდინარეობს საკმაოდ დაჩქარებულ ტემპებში, გასული აი 3 თვის შედეგებს თუ შევხედავთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ორგანიზაცია იმ დროისთვის, რაც არის ბაზრის მოდელის კონცეფციით გათვალისწინებული, მზად იქნება გაშვებისთვის. უბრალოდ არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ასევე საფუძვლად დაედო გადავადებას გასულ წელს, ეს იყო რეგიონში არსებული სიტუაცია, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორად ზუსტად რეგიონში არსებული სიტუაცია დასახელდა და უფრო ზუსტად კიდე ელექტროენერგეტიკული სექტორის ფასები მეზობელ ქვეყნებში. თქვენ იცით, რომ ჩვენ არ ვართ ელექტროენერგეტიკული სისტემა არ არის ევროპული ელექტროენერგეტიკული სისტემის ფიზიკური ნაწილი, გვაქვს ის კავშირები, რაც გვაქვს, მათ შორის იმ ქვეყნებთან, სადაც არ არის კონკურენცია, ასე ვთქვათ, განვითარებული, ეს არის კიდე დამატებითი გამოწვევა, რა თქმა უნდა, ხო? ამიტომ ამ პროცესთან ერთად ახლა რასაც ვისაუბრია ეს ტექნიკური მზადყოფნა, ბაზრის მონაწილეების, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება ასევე რეგიონში არსებული სიტუაცია, ჩვენი მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგეტიკული ბაზრების ფასების გავლენა ჩვენ ბაზარზე და ბუნებრივია ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. თუმცა საკმაოდ მალეა უკვე ეს თარიღი 31 მარტი არც ისე შორს არის ერთ თვეზე ცოტა მეტი რჩება რეალურად ამ ვადამდე და ალბათ უკვე უნდა იყოს ყველაფერი შეფასებული იმისთვის ბოლოს და ბოლოს ამოქმედება თუ არა ეს ერთი დღით ადრე ბაზარი სრულფასოვან რეჟიმში ვაჭრობის ნაწილში. აი ხა ზუსტად ეს თქვი თვის ბოლომდე იქნება მარეგულირებელი კომისიის სხდომა, სადაც ეს შეფასებები გაკეთდება. პარალელურ რეჟიმში, ასე ვთქვათ, რეგიონის შეფასება მიმდინარეობს უკვე აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ვფიქრობ, რომ ეს დრო არის იმისთვის საკმარისი, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ნებისმიერ შემთხვევაში კიდევ ერთხელ უნდა დავაზუსტო, რომ ჩვენ ყველა ჩართული ორგანიზაცია ვემზადებით 31 მარტისთვის. ანუ ამჯერად უნდა გქონდეს იმედი, რომ აღარ გადავადდება? ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვემზადებით, ჩვენ მზად ვიქნებით 31 მარტისთვის. გასაგებია, კარგით. თავად მოვაჭრეების ბირჟაზე მოვაჭრეების ნაწილში და სატესტო რეჟიმის ნაწილში რამდენად არის მზაობა იმისთვის, რომ 31 მარტიდან თუ დადგება ეს ბედნიერი დღე და მართლაც სრულფასოვნად ამოქმედდება ერთი დღით ადრე ვაჭრობის ბაზარი, ყველა როგორც ელექტროენერგიის გამყიდველები, ისე მყიდველები მზად არიან იმისთვის, რომ უკვე სრულფასოვნად დაიწყონ ვაჭრობა აპრილიდან.
ეს არის ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა, იმიტომ რომ არაერთხელ მithქვამს, რომ ერთია აი ბაზრის ოპერატორების მზადყოფნა და მეორეა მონაწილეების მზადყოფნა. დღითადღე ბაზარი გვაჩვენებს, რომ გაცილებით უკეთესი ხარისხით ხდება მონაწილეობა ბაზრის მონაწილეების აი ამ ბაზარზე, იდება სწორი განაცხადები, დებენ ირჩევენ სწორ სტრატეგიას, არ ვიტყვი რომ ბოლომდე უპრობლემოდ მიდის ეს პროცესი, იმიტომ რომ რიგ შემთხვევაში ისინი სხვადასხვა ტიპის სტრატეგიებს ტესტავენ და შესაბამისად ეს დატესტვა განსხვავებული სტრატეგიის დატესტვა ფასზე აისახება, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ეს ფასი არ უნდა გახდეს ინდიკაციური ფასი რეალური ბაზრისთვის, მაგრამ ფაქტია რომ ისინი უკვე ძალიან აქტიურად არიან ამ პროცესში ჩართული, უბრალოდ უნდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას რომ 15 მონაწილეს, ბაზრის 15 მონაწილეს აქვს ვალდებულება რომ ივაჭროს ბირჟაზე, მაგრამ ჩვენ შარშან აგვისტოში დავარეგისტრირეთ 50-ზე მეტი მონაწილე და აი 15 მონაწილის გარდა ასევე კიდევ დამატებით მინიმუმ 40 მონაწილე მონაწილეობს აი ამ პროცესში და ისინი ჩვეულებრივად როგორც რეალურ დროში ვაჭრობენ, ათავსებენ განაცხადს, იღებენ ასევე ინვოისებს და შესაბამისად ისინი უკვე აი ამ პროცესს პრაქტიკულად წელიწადზე მეტია უყურებენ და შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ნაწილი არის მზად აი ამ ვაჭრობისთვის. რატო დიდი ნაწილი და რატო ვთქვათ ყველა არა? იგივე მაგალითად მსხვილი მომხმარებლები მომხმარებლებს აქვთ არჩევანი. როდესაც ბაზარი რეალურად გაეშვებათ, მათ შეეძლებათ, რომ საერთოდ არ ივაჭრონ საბითუმო ბაზარზე, საბითუმო დონეზე და დაბრუნდნენ საცალო ბაზარზე. ამიტომ ჩვენ ამ მონაწილეებს, ასე ვთქვათ, მკაცრად ვერ ვთხოვთ ჩართვას აი ამ პროცესში, იმიტომ რომ ძალიან მარტივად შეიძლება თქვან, რომ იცით, როდესაც ბაზარი გაეშვება, მე დავბრუნდები საცალო ბაზარზე და ელექტროენერგია შევისყიდი თავისუფალი მიმწოდებლისგან, რაც აბსოლუტურად ნებადართულია ახალი კანონით. ამიტომ ძირითადი აქცენტი მაინც გვაქვს გაკეთებული იმ მონაწილეებზე, რომლებსაც ეს არჩევანი არ აქვთ, მაგალითად, მცირე ჰესები, რომლებიც გასულ პერიოდში იყვნენ პასიურები, მოდით ვთქვათ, პირდაპირ რომ იყვნენ პასიურები, იმიტომ რომ ეს ატესტო რეჟიმი არ გულისხმობს მხოლოდ ბირჟაზე ვაჭრობას, იმიტომ რომ იცით თქვენ, რომ ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ ზოგადად ახალ ბაზარში არის რამოდენიმე სეგმენტი, ერთი ის, რაც ჩვენ თქვით, დღითადღე ბაზარი, ასევე დღიური ბაზარი და არის კიდევ ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი. ამიტომ მონაწილე ვალდებულია რომ ერთ-ერთ სეგმენტზე მაინც ივაჭროს. თუ ჩვენთან არ ვაჭრობს, მან აუცილებლად ეს ენერგია უნდა გაყიდოს სხვა სეგმენტზე, მაგალითად ორქრივი ხელშეკრულებების ბაზარზე და ეს ინფორმაციაც უნდა წარუდგინოს საქართველოს სახელმწიფო სისტემის საბალანსო ბაზრის ოპერატორ. აი ეს შეფასდება ზუსტად ეხლა მარეგულირებელ კომისიაში, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ინფორმაციას, ეს არ არის ჩვენი ინფორმაცია, ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ჩვენ ბაზრის სეგმენტზე ვაჭრობის შედეგებს ვაგზავნით საბალანსო ბაზრის ოპერატორთან. იქ ასევე ამ ინფორმაციას ემატება ზუსტად ორქრივი ხელშეკრულებების ბაზრის ინფორმაცია და საბოლოო სურათი უკვე ჩანს საბალანსო ბაზრის ოპერატორთან და ეს ინფორმაციები ჩვენგან საბალანსო ბაზრის ოპერატორისგან, იგივე სისტემის კომერციული ოპერატორისგან იქნება მიწოდებული კომისიისთვის და შეფასება მოხდება უკვე კომისიის ხდომაზე. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. გილოცავთ ამჯერად დღიური ბაზრის სატესტო ვაჭრობის დაწყებას. ველოდებით 31 მარტს და იმედი მაქვს 31 მარტს, როდესაც